არტ ატმოსიმილების სამეცნიერო ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აპარატურა, ატმოსფეროს მონიტორინგის აპარატურა გამოგზავნილი იყო ამ პროექტის ფარგლებში იულიხის კვლევითი ცენტრის ენერგიებისა და კლიმატის ინსტიტუტიდან. თბილისში 3 წერტილზე მიმდინარეობს ჰაერის დამობინძურებლების შეგროვება და ანალიზი და ზოგიერთი დამობინძურებები, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვანალიზებთ, არის ახალი ტიპის დამობინძურებლები, რომლებიც კანონმდებლობაში ჯერჯერობით არ არის აღწერილი. ჰაერის ხარისხი ძირითადად დამოკიდებული არის ავტომანქანებზე. ტენდენციებზე ზოგადად ასე ცალსახად თქვა ძნელია. ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი არის, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი არის გაზის, ბუნებრივი გაზის საწოლზე, ან თხევადი გაზზე მანქანები. ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს ოზონის გასაზომი ხელსაწყო, O3 აწერია. ქვემოთ არის ხელსაწყო, რომელიც ზომავს ნახშირ-ჟანგს, ნახშირ-ორჟანგს, მეთანს და წყლის ორთქლს. გვერდით არის ხელსაწყო, რომელიც ზომავს ჰაერში აზოტის ოქსიდებს. ანუ ჩამოგდის სპეციალური ფილტრები. აქ არის ერთი ქაღალდის ფილტრი და ერთი კვარცის ფილტრი, რომლებიც არის წინასწარ აწონილი და გაზომილი. ამ ფილტრებს ვამაგრებთ ხელსაწყოში, გილზებია, სადაც ეს ფილტრები იდება და შემდეგ უერთდება შემგროვებელს, ანუ ტუმბო ჰაერს ატარებს განუწყვეტლივ ამ ფილტრებზე გავლით და მიკრონაწილაკები გროვდება, როგორც ხედავთ, ფერი ცოტათი შეცვლილი აქვს, ხო? ხო, სხვადასხვა დღეებში სხვადასხვა თან რო დააკვირდეთ, ყველაზე თარიღები აწერია, იმიტომ რომ შემდეგ ეს საანალიზოთ უნდა გავაგზავნოთ. ესეც ატმოსფერო არის გლობალური ნაწილი, განსხვავებით თქვათ ნიადაგის და წყლისგან, რომლის დაბინძურება შედარებით უფრო ლოკალურია, ნიადაგი ძირითადად ლოკალურია ხოლმე, წყალი ნელ-ნელა შეიძლება გლობალურიც გახდეს. ატმოსფეროს დაბინძურება ხშირად გლობალური პრობლემა არის. ატმოსფერო ძალიან რთული სისტემაა, სადაც ძალიან ბევრი პროცესი ახდენს გავლენას და ეს გავლენები არა სწორხაზოვანია, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი მიზანია, ასე ვთქვათ, რომ ვნახოთ კონკრეტულად რა იწვევს ამ ყველაფერს და რით შეგვიძლია ჩვენ რომ მაქსიმალურად შევამციროთ.